სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში დღეს პრემიერა. ახალგაზრდა და წარმატებული უკრაინელი რეჟისორი და დრამატურგი ვლადიმერ სნეგურჩენკო მაყურებელს ქართული თეატრალური სივრცისთვის სრულიად ახალ სანახაობას შესთავაზებს. ჩრდილოეთის ციალი, ასე ქვია მისავე პიესას, რომელიც ვლადიმერ სნეგურჩენკომ ახმეტელის თეატრის მსახიობებთან ერთად განახორციელა მოქმედება ფარდის მიღმა ვითარდება და მაყურებელის სცენაზე ხდება პერფორმანსის მონაწილე. სპექტაკლში პირველად მსახიობის რანგში წარსდგება ქართველი მწერალი და მუსიკოსი ერეკლი დეისაძე. წარმოდგენაში სწორედ მისი მუსიკალური თემები იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლის პრემიერა დღეს ახმეტელის თეატრში 7 საათზე შედგება. სპექტაკლის მთავარი მიზანია აქ მოსულმა თითოეულმა მაყურებელმა რაღაც თავისი აღმოაჩინოს. პიესაში ვერ ამოიკითხავთ ერთ კონკრეტულ იდეას, ამას მაყურებელი თავად უნდა მიხვდეს. ეს არის წარმოდგენა, რომლის დამსწრე აუდიტორია ხან იცინებს, ხან კი მათ სახეზეც რემლებს დავინახავთ. სპექტაკლი კი მთლიანად ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. Რო შემომთავაზეს, პირველ რიგში წავიკითხე პიესა, ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ იყო პოლიტიკური, მე პოლიტიკური თემები ძალიან მიყვარს ხელოვნებაში და იყო უკრაინულ-ქართული მესიჯი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რაც დღეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსი, ეს რუსეთის პოლიტიკა. და შესაბამისად, ძალიან დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, თან ჩემი სიმღერები არის ტექსტის ამ პიესაში.